მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია, ეს გადაცემა სივრცე და დღეს ჩემი სტუმარია লিო იაკოვიცა, რომელიც მოგვიყვება თავის საქმიანობაზე და ის არის პილოტესის ინსტრუქტორი. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმები შენს მაყურებელს. და ხო მოვუყვები პილოტესზე ყველაფერს. არა, მხოლოდ პილოტესზე, საოცარი გიხარ და მაგაზეც აუცილებლად მეკითხება შეცხოვრებაზე კითხვა. სანამ მივალთ პილოტესის ინსტრუქტორობამდე, ვიყავი მსახიობი. ხო. დავთვალებული გაქვს, როგორც თეატრი. ვიყავი მსახიობი, კი, დავამთავრე თეატრალური. აღარც მახსოვს უკვე როდის სამი წლის წინ. მე 2 წელი ვმუშაობდი თეატრში და რაც სტანდარტულად ემართება თუ მსახიობებს, მეც დამემართა იგივე. ანუ ჩვენ ერთ დღეს მივხვდი, რომ არ შემიძლია ჰაერით ვიკვებოდა, მარტო ენთუზიაზმზე ვერ ვიმუშავებ და ჩვენს ქვეყანაში ხა ჩემი მეგობარი მსახიობები და შენც გეცოდინება, რომ ანუ ყველა მუშაობს 1000 სამსახურში და მართლა სერიოზული პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ. ანუ თავს მაგის ფუფუნება არ გქონდა, რომ ასე ენთუზიაზმზე მემუშავა და სადღაც გავაკეთე არჩევანი, რომ მისმის გენეტრება აი ეგ პრობლემა რო არ ყოფილიყო შენს ცხოვრებაში, გაყვებოდი ამ კარიერას? იცი რა? კი, ხო, გავყვებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ და ძალიან მენატრება, ხანდახან მესიზმრება ხოლმე, რომ რაღაცა კულისებში ვარ და მე ესე ტირილით და გულისტკივილით მიღვიძება მართლა იმდენად მენატრება და მაშინ რო ვიყავი ბედნიერი, აი როცა ვთამაშობდი და ამ მისგან რო ვიღებდი სიამოვნებას, იგითი ჩემს ცხოვრებაში ანუ აღარ ყოფილა რა, ანუ აი შენს კანში რო ხარ, მაგრამ არ ვიცი, ალბათ არ მოვინდომე და რაღაცები დავაკელიან, შეიძლება შესაბამისად არ ვიმუშავე რა, ჩემს თავშიც რაღაცა არ ვიცი, სულ ვფიქრობ, რომ ესე იგი ისე ძალიან არ მინდოდა, იმიტომ რომ რაღაცა დავნებდი და არ ვიცი. ძალიან ბევრი მსახიობისგან გამიგია ანალოგიური პრობლემა, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ დანებდი. რაღაცით უნდა შეძლო რა ადამიანმა იარსება და ხო, იცი რა იქნებოდესმე კიდევ დაუბრუნდა ფიქრობ რა შეიძლება დაუბრუნდა. იცი რა, არ ვიცი, მიფიქრია რომ ხო, რა იქნება ეხლა ვარ მზად მაგისტვის, მაგრამ ნახოთ, არ ვიცი, არაფერი არ არის გამორიცხული. იქნებ მივდივარ ჰოლივუდში ოსკარის ასაღებად. აი რატომაც არა. მითხარი თეატრი თუ კინო? თეატრი. სცენა. საქართველოში თეატრი. არ ვისურვებდი, რომ რაღაცა ფილმში გადამიღონ აქ, ალბათ. სცენაზე ვითამაშებდი და ვიცი, სად და როგორ ვითამაშებდი, მაგრამ ჰოლივუდში თუ წავალ, ხო მინდა რომ ფილმში გადამიღონ. სადი. ოცნების როლი და ოცნების როლი. რა წარმოიდგე შესწავლიანი. ძალიან მინდოდა ყოველთვის რომ თეატრში ლედი მაკბეტი მეთამაშა, ეს არის შექსპირის, ჩემი იყო ყოველთვის ძალიან დრამა და აი ანტიგონე მინდოდა მეთამაშა, ძალიან დრამა როლები მომწონდა. აი ჯულიეტა არ ვარ, რაღაცა შეყვარ, არ ესეთი როლები არა. უფრო დრამა ჩემია. უკეთესი იყო, გამომდის ხო? লিও, შენ გახდი ცოტა ხნის წინ დედა. ხო. და ამას ხას იმიტომ ვუსვამ, რომ შეხარ ძალიან აქტიური დედა, შეხარ პილოტესის ინსტრუქტორი, როგორც უკვე ჩვენს მაყურებელს უთხარი და შენს ახალდაბადებულ ვაჟთან ერთად ვარჯიშო. მე მაქვს ვიდეოები ნანახი და თქვენ შეგეცდათ იხილოთ იმ სოციალურ ქსელში, როგორ ყავს ბავშვი კენგურუში და როგორ ავარჯიშებს ადამიანებს. მითხარი ამის ძალას ჯერ როგორ პოულობ. და არც დიდ დრო გასული, რაც იმშობია. ნახე, ჩემი შვილი პრინციპში ახლა უკვე 11 თვის არის, მაგრამ პირველად რომ მყავდა წაყვანილი, ეს იყო ალბათ რამოდენიმე თვის, არ ვიცი, ძალიან პატარა რა. იცი რა, დედობა არის ძალიან რთული ამბავი, არ ვიცი, ალბათ მაინც შელამაზებულ ვერსიას ისმენ და ყვებიან ხოლმე დედები და მე არ მიყვარს რა გალამაზებული ვერსიები, ანუ უნდა იცოდეს ყველამ რა. ძალიან რთული არის დედობა მართლა. და პილოტესი არის ის, რამაც მე მაგალითად მშობიარობის შემდგომი დეპრესიიდან გამომიყვანა მარტივად და საერთოდ ანუ აი როცა ქალი მშობიარობს და
ხავხდება სიგიჟეები ხდება შენ ორგანიზმში რა ჰორმონები გაგიჟებულია შენი ფორმები ანუ საერთოდ მწყობრიდან არის გამოსული სხეული ანუ ხარ რაღაცა გონი თავი მსუქანი მახინჯი არ ვიცი ყველაფერი გგონია და პილატესი იყო ის რამაც დამიბრუნა ისე რომ შენ თავის გგონია თავი რა ხო აი მაგან გადამარჩინა როგორც თქვი შალამაზებულად ყვებიან და რისთვის არიყავი მზად რა იყო ახალი რაც დედობის მერე აღმოაჩინა არაფრისთვის არ ვიყავი მზად ანასტასია აი არაფრისთვის და მე ვფიქრობ რომ შეუძლებელია მოემზადო ამ ყველაფრისთვის ანუ მე როგორც არ უნდა მოგამზადო ვერ იქნები მზად დედობისთვის იმიტომ რომ აბსოლუტურად თავდაყირად გება მთელი შენი ცხოვრება ყველაფერი იცვლება ანუ როდის გძინავს როდის ხვიძავს როდის ჭამ ერთი პატარა ადამიანი აბსოლუტურად განაგებს შენ ცხოვრებას და აი ძალიან რთულია საოცრად რთულია საოცარიც არის რა თქმა უნდა მაგრამ ხო ბევრი მითი არსებობს რა ამის შესახებ და ჯობია რომ უფრო რეალობასთან ახლოს იყვნენ მშობლები არავის არ მოშინებ არც შენ აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა და ძალიან მაგარია მაგრამ ხო უნდა იცოდე რომ რაც უნდა იყოს შენ ხო რაღაც დროს უბრალოდ მწყობრიდან გამოხვალ და საერთოდ დაიკარგები მე უნდა ანუ ქონდა ეს პოსტმშობლერობის შემდეგ ქონდა დეპრესია მინდოდა რომ ეს მითი დამერღვია და დეპრესია არ მქონოდა და ძალიან ჰეპი დედა ყოფილიყავი მაგრამ ლაქტაცია წონა ცელულიტი ბავშვი ატარა უსუსური რა არიცით რა ხო არაფერი არიცი და ძალიან რთული იყო მაგრამ ხო ვიპოვე ჩემ თავში ძალა უბრალოდ ფიზიკურად ამის დრო არ მქონდა მე 22 დღეს დავიწყე ვარჯიში მშობიარობდნენ 22 დღეს ვივარჯიშე პირველად ხო და ძალიან სწრაფად გავედი სამსახურში ანუ ძალიან აქტიურ რეჟიმში გამიჭირდა მაგრამ ვფიქრობ რომ ამან მასწრაფად გამომიყვანა არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მენტალურად ხო იმიტომ რომ არსებობს მითი რომ პილოტესი მხოლოდ რაღაცა სხეულის წელებს სხეულიც ისედაც ვარჯიში მოდის თავიდან ანუ გონება კუნთი და ძვლები მუშაობს ერთად თუ რომელიმეს გათიშავ ფიზიკურად ვერ ივარჯიშებ შესაბამისად პირველ რიგში მენტალურად ხო რო იყო ჯამრთელი და ეხა მე არის სილამაზე პილოტესი არ არის სილამაზისთვის ეს მითია ხალხო მითია ჯამრთელობისთვის როგორ ინარჩუნებს საკუთარ და აი დედობას და შესაყვარელ საქმიანობას როგორ ათმოსამართმენთან ცირე პატარა ბავშვი თოების ბავშვი თავი პარალელურად კონდეს შენი საქმე რაც გიყვარს და აკეთებდა სხვებს ასწავლიდე და ამას ხანდახან საკუთარ შულთან ერთად აკეთებდა იცი რა რთულია მე მყავს დამხმარე და რა თქმა უნდა დამხმარის გარშე ანუ შეუძლებელი წარმოუდგენელია რომ რაღაცა დედაც რთულია კარიერა და დედობა ერთად მაგრამ შესაძლებელია რა დამხმარე მყავს და რა თქმა უნდა ყოველთვის არ დამყავს ბავშვი გაკვეთილებზე ხა მთელი დღე ვერ წაიყვან პატარა ბავშვს გაკვეთილზე მაგრამ ძალიან უყვარს პილოტესი და ძალიან ერთობა ხოლმე უყვარს გოგოების ყურება ხო და არ შემიძლია, ანუ ძალიან რთულია იყო მარტო დედა. ანუ მაგ დროს ალბათ მძაფრი არის დეპრესია და ძალიან უჭირთ. მე ჩემთვის წარმოუდგენელი არის მხოლოდ დედობა. ძალიან ბევრი აკეთებს ამორჩევას დედობა თუ კარიერა. ძალიან ბევრი ადამიანს უწევს სოგინება ყოფილობით ირჩევს რომ ან დედა უნდა იყოს ან მიხედავს კარიერა. მე ვერ გავაკეთებ. არჩევას ვერ გავაკეთებ. გამორიცხულია. ნახე, მარტო დედა ვიცი რომ ვერ ვიქნები, აუცილებლად მომკლავს დეპრესია. არ ვიცი, დედობა ძალიან რთული პროფესიაა, მაგრამ მარტო დედობა ჩემთვის არ არის მისაღები. კარიერაც ყველა ვარიანტში უნდა შევთანხმო რა, რომ იყო ქალიც. დედობამდე ხო ქალი ხარ, ადამიანი ხარ და იყო რაღაც რეალიზებული, წარმატებული, თავდაჯერებული, ლამაზი, სასურველი და ხო, კი ბატონო, თან დედა ერთად მოგყოფს თან ძალიან დიდი ენერგია ჭირდება ხო ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესი არის შენ ცხოვრების მუდმივი თანმდევი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესი კი როება ყველაფერი
რას ესწავლი ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან? ნახე, ჩემთან ადამიანები, რომლებიც მოდიან, ვასწავლი, რომ პილატესზე არ დადიან ლამაზი გოგოები. პილატესზე არ დადიან გასახდომად გოგოები, პილატესზე არ დადიან, ხო, ნახე, ჯანმრთელობისთვის მოდიხარ, ხალხი ყავს ჩვენ 60 წლის, 10 წლის, 9 წლის, ყველას აქვს თავისი მიზანი. ზოგი მოდის და უნდა რომ იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ წელი ტკივა, იმიტომ რომ სკოლიოზი აქვს. ვიღაცები მოდიან და უნდათ რომ აი პრესი კონდეთ. ან ვიღაცებს უნდა თეძო, ვიღაცას უნდა დუნდულა კონდეს, ვიღაცას უნდა რომ ხელი არ კონდეს, ვიღაცას წონაში მატება უნდა მობძანდი და სიამოვნებით მოგამატებინებ წონაში. ვიღაცას უნდა კლება, ხო ხვდები? ყველას აქვს თავისი მიზანი და ჩემთან რომ მოდიან, ყველას ვაუბნები რომ მე ვიცი, რომ ძალიან მაგარი არის ჯანმრთელობისთვის პილატესი და არ ვიცი, ნებისმიერი სქესის და ასაკის ადამიანმა უნდა ივარჯიშოს. არ აქვს მნიშვნელობა კვირაში 2 დღე, 3 დღე, ანუ ძალიან მაგარი არის, შეგრძნება, ტვინი, გეთიშება, ყრი ყველა ნაგავს და ხარ ძალიან ბედნიერი. ალბათ, მეორე ადამიანი, რომელიც დარბაზში სამჯერ მივედი, ტირილი დავიწყე და წამოვედი ეს დარბაზში არა, მოდი ჩვენთან და მე მაგრამ, ჯანსაღი ცხოვრება ძალიან კაია, ახლა არ ვეტყვი შენს მაყურებელს, რომ რაღაცა ჯანსაღი ცხოვრება კარგია, მაგრამ მე ადამიანებს არ ვსტრესავ. აი ვეუბნები ხოლმე რომ წამე შოკოლადი ცოტა, არა უშუალოდ. და შენი სიყვარული ვიცი შოკოლადის ხარჯები. არ ვთვლი რომ უნდა დასტრესო თავი და ხო ორგანიზმი დიეტით. ოკეი, ჯანსაღი კვება ძალიან კაია, მაგრამ მე მიყვარს არა ჯანსაღი საკვები, ვიკვებები არა ჯანსაღად, უნდა ვაღიარო და ვერ მოვიტყუები. თუმცა ხო, არანაირად შრომას და ფიზიკურს იმისთვის ეს ყველაფერი ანაზღაუროს. ვარი, მაგრამ დოზირებულად ხანდახან შეგვიძლია ჭამოთ ტორტიც და ხაჭაპურიც. ხო, არ არის პრობლემა. არანაირად. მე მსგავსად ვფიქრობ და მე ძალიან მიყვარს ჯანსაღი კვება. მითხარი, წაგან თქვი რომ საყოველთაო საქმეს არ უნდა შეეშვას ადამიანი და ქალი, ხო? თუ იქნებოდა მსგავსი შემთხვევა ცხოვრებაში, რომ სამსახიობო კარიერას გაყვებოდი, რომელიც ყველაზე მეტად გინდოდა, რაღაც გინდა რომ იქ დაბრუნდა. და თუ მოითხოვდა შენი დედობა, რომ მაინც სახლში დამშნარი ყავ და თავი დაგანებებინა, სახლში დამშნარი ყავ და მოხაშინად თქვა, თავი დაგანებებინა. რა მიგაღებინებ და რა მე ამ გადაწყვეტება. იცი რა არის? თუ ვიქნებოდი მსახიობი ზოგადად მსახიობს მე ვიყავი და ვიცი, ძალიან რთული არის პირადი ცხოვრებაც, შვილი კი არა, ზოგადად პირადი ცხოვრებაც, იმიტომ რომ მე მქონდა მასე პრობლემები პირად ურთიერთობაში, რომ რაღაცა სულ თეატრში, სულ რეპეტიციაზე, სახლში არასდროს არ ხარ და ფიზიკურად ალბათ შვილის დროც დიდხანს არ იქნებოდა და არ მიქნებოდა. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ პატარა ბავშვით, არ ვიცი, მე სულ რეპეტიციაზე არ წარმომიდგენია ლაქტაცია, რეპეტიციაზე 10 საათი და ბავშვი სადღაც შემშილი თუ მოყავთ და კულისაში, ანუ ვერ წარმომიდგენია. ალბათ რაღაცა დოზით პაუზას ავიღებდი. ან არ. არ ვიცით. ხო, ან არ. იყავ ესეთ შემთხვევები, რომ გეუბნებოდნენ, რომ აი ახალნამშოვი არები, ხარ ეს სტერეოტიპები, რაშიც სამწუხაროდ გამდო გვიწევს ხოლმე, რომ აი ბავშვი გააჩინე ხა და რადგან სამსახურში გასვლა 22 დღეს სამსახურში გახვედი, სახლში უნდა იყოს შულს მიხედვა, ალბათ ეს უფრო თავისკენ იყოს გასი. ჩემს გარემოში ასე არა ჯანსაღად არავინ არ ფიქრობს და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა პირიქით ჩემი ქმარი პირველი 3 თვე ძიძა არ მყავდა და კი ვიცით ძიძის პრობლემა. ჩემი ქმარი ყოველ დღე მელოდებოდა 2 კვირის და ხო 1 თვის ბავშვით სკვერში, როცა მე ვარჯიშობდი. შესაბამისად მსგავსი არ ყოფილა არც რომელიმე ოჯახის წევრისგან. ყველას უნდოდა რომ ყოფილიყო ბედნიერი და ეხლა ხო. ყველა მიცოდა რა გჭირდებოდა ბედნიერი. არა, შეუძლებელია, ჩემთვის შეუძლებელია. ალბათ იმაზეც არის დამოკიდებული, როგორი პარტნიორი შეგხვდება, ხო? ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მამა, დედები ვართ, სუპერმენები უდაოდ და შენს მუცელში იზრდება და შენ, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხისმგებლობა
ხალს იმიტომ დაეკისრა, რომ კაცი ვერასდროს ვერ შეძლობდა. და ხო, ანუ არ ვიცი, სამყაროს გამრავლება ხალს იმიტომ დაეკისრა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერები. არ ვარ სექსისტი უკაცრავად ბოდიში, ხო. მაგრამ მამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად იგივე დოზით ანუ იგივე დოზით რო არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, მხოლოდ ამის გამო შესაძლებელია ოჯახის დანგრევა ჩემთვის. მე ვიცი და გამიგია ხშირად რომ ჩემს ბავშვი ისე გაიზარდა რომ ჩემს ქმარს მამპერსი არ გამოუძლია, ბავშვი ისე გაიზარდა რომ ჩემს ქმარს არ უნახავს, იმდენად რთულია შვილის გაზრდა, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩემი ქმარი ზუსტად ჩემზე უკეთ უვლის ბავშვს, ჩემზე უკეთ აჭმევს, ჩემზე უკეთებს ყველაფერს, თან გამოცდილი მამა არის და ჩემთვის პირველია, მისთვის მესამე და ბავშვის ფანტასტიკური აღვაქვს დაჭერილი როგორ გაზრდა. მაგ კუთხით ძალიან გამიმართ. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ალბათ მაქედან იწყება კონფლიქტი, აი მაგ დროს დაძაბულობა, იმიტომ რომ შენ მთელი ღამე რო ღვიძავს და ჩემი შვილი ხა იღუძებს დილის 5 საათზე. და ჩვენ გვაქვს გრაფიკი, ანუ ერთი დილა მე ვიღვიძებ 5-ზე, მეორე დილა ჩემი ქმარი 10:30-ზე მოდის ძიძა. მე რო ყოველდღე მხოლოდ ყოველდღე რო ვიღვიძებ და ჩემს ქმარს ალბათ მოვკლავდი და შესაბამისად ხო. არ გავიგეს. ეგ ამბავი, ანუ სულ უძილო დედები, არა. ანუ ფსიქიკა ერღვევა ადამიანის სიმპტომებზე, რომ ბავშვსაც აღარ მოვლის ის ალბათ როგორც საჭიროა, ხო? როდესაც შენ თვითონ უფუნქციო და დაღლილი ხარ, როგორ შეიძლება რომ სხვის აღზრდას დაეკოპა? იცი რა არის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია რა. რატო გითხარ რომ ყველაფერი იცვლება? თქო, ჩემი რო არ უღიმი ბავშვს, თვითონაც არ იღიმის. ნაი წარმოიდგინე, ეს ხო შენი სურვილი იყო, ანუ შენი გადაწყვეტილებით ვიღაც ადამიანს ისე რომ არ ეკითხები, მოიყვანე ამ ქვეყანაზე და დასვი. და რო არ უღიმე, არ იღიმის, ანუ თვითონაც მოწყენილია. წარმოიდგინე შენი შვილი მერე წარმოიდგენ რა, ყველაფერს იზავ რო გაიღიმოს, ფიზიკურად ვერ მოვიწყენ, ვერ ვიქნები დასტრესილი, ეგრევე ღიზიანდება ბავშვიც, ხვდები? მას ჭირდება ძალიან ჰეპი დედა. და ჰეპი დედა ვერ ვიქნები 24/7-ზე თუ ესე ვეგდები გამწარებული და რო გეხმარებიან ადამიანები, გეხმარება დამხმარე, აღმზრდელი, გეხმარება ქმარი და უკვე თანაბრად ნაწილდება და ყველა რაღაც დროს ისვენებს, ხო? და როგორი დასაფასებლები არიან ის ქალები, რომლებსაც დაუშვათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ და მეუღლე ხმარებათან დავხმარებთ. გმირები არიან მართლა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ვერ შევძლებდი. მე ვერ შევძლებდი. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ, როდესაც ფაქტის წინაშე დადგებოდი, თუმცა ალბათ რაღაც სუპერზალას ებუნებრივი ყველა დედას ხო, აი ყველა შეიღვიძებს, ხო? მესმის. ყველაზე დიდი რამ რა გასწავლა დედობა. რა შეცვალა შენში? მე გავხდი ჰუმანური და კეთილშობილი ადამიანი. აი აქამდე არ ვიყავი, მართლა არ ვიყავი ბოროტი შეიძლება, მაგრამ არ ყოფილვარ ასეთი კეთილშობილი და ჰუმანური. აი ჩემი შვილი ეხლა მივხვდი მე დედა ჩემს როგორ უყვარვარ. ვერასოდეს ვერ მეყარება დედა ისე, როგორც დედას უყვარს შვილი. ეს არის ალბათ ყველაზე განსაკუთრებული. მართლა მივხვდი, ყველა ის ფრაზა რომ ახსენდება, რომ აი დედა კაი რა. და უცებ მეფიქრია, რომ აი ამ პატარა ადამიანმა რო გაიზრდება, რომ ითხოვს, რომ დედა კაი რა. რომელიც შიგნით იზრდებოდა ჩემს მუცელში. აი წარმოიდგინე, პირველი მუცელში ჩდება გული. ანუ არ არსებობს ადამიანის თითები არ აქვს ბავშვს, არც ერთი ორგანო არ აქვს, გული წერტილი და ის იმ გულის სამა გესმის. მერე ხორცის ხავს და თითები უჩდება და ყველაფერი. ამ ადამიანს აჩენ უდიდესი ტკივილით, ზრდი უდიდესი შიშით და შფოთით და უცებ იზრდება და გეუბნება რომ მოიცა რა. გამხადა საერთოდ სხვა ადამიანი და ყველა ბავშვი, აი არ ვიცი, ძალიან განსაკუთრებულად სენსიტიური გავხდი, ფილმს ვუყურებდი, ნამდვილ ამბავს გადაღებულს, პატარა ბავშვი გაიტაცეს. მართლა ცუდად გავხდი, გული მტკიოდა, უცებ წარმოვიდგინე რომ ჩემი შვილი, ან რომ ხდება პოსტი, კი იცი, 1000 ბავშვს უჭირს და ყველა ამ პოსტზე ცუც არაფერს აღარ მოვყვები, აი უცებ რომ წარმოვიდგე რომ ჩემი შვილი შეიძლება იყოს, არ ვიცი, ძალიან ცუდად ხვდები და საერთოდ სხვანაირად შევხედე სამყაროს.
და ადამიანებს, ხო? ყველგანაირი გავხდი. მშობიარობის კივილები ახსენეთ, ისი გადაწყვეტს შეხოს რო უწევს ცალკე მაგით არ გმირდა, რა თქმა უნდა დეტალებში მე არ ჩაგეცები, მაგრამ ვიცი რა ძალიან გაგიჭირდა. ხო, ძალიან რთული იყო, აი ძალიან, რასაც ქვია, ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე ალბათ ექიმის პროფესიონალიზმს, რომ რაღაც მდგომარეობაში რა ზომები უნდა მიიღოს, რა მიუხედავად იმისა, რომ არ დავასახელებ, ხა არ მინდა რომ რაღაც ანტიპიარში საკმაოდ ესეთ ექიმთან ვიმშობიარე, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ძალიან გამიჭირდა მშობიარობა. და იყო ძალიან რთული, ან მართლა ჰორორ სტორი იყო და ვფიქრობ, რომ 4 შვილი მინდოდა. და ვფიქრობდი, რომ ბარემ ერთად რაღაცა. მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ აი ამ მდგომარეობიდან არ ვიცი კიდე როდის გამოვალ. ძალიან რთული იყო, ძალიან. იმოქმედა ხო ძალიან. ხო, ძალიან დავისტრესე და მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჯანმრთელი შვილი მყავს, მაგრამ ძალიან რთულია და მის არჩევანიც ხო რა უნდა იცოდეს, სად ვისთან მიდიხარ და რას აკეთებ. ლია, ის მითია თუ რეალობა რა, აი ყველნერი ტკივილი გივლის, როდესაც ბავშვი ხელში. მითია. მე ვარ ალბათ პირველი დედა ჩემს გარშემო, ბევრი დედა მყავს, რომელიც ამას ამბობს ხმამაღლა. და ხანდახან ვფიქრობ, რომ უბრალოდ ხმამაღლა ვერ ამბობენ, ეხლა შეიძლება მეც გამკიცხონ და გამასწორო მიწასთან, მაგრამ გულწრფელი ვიქნები. გულში ხომაც ვიქცეათ. ესე იგი, ველოდებოდი ამ მომენტს, რომ დაგაწვენენ, ყველაფერი ქრება. ესე იგი, იმდენად კოშმარი იყო ჩემი მშობიარობა, რომ ბავშვი რო დამაწვინეს, ესე ვიწაკი და მახსოვს, რომ ესე არ შემიხედია. იმდენად ცუდად ვიყავი და იმდენად ნატანჯი ვიყავი და იმდენად მტკიოდა ყველაფერი, რომ ბავშვისთვის არ შემიხედავს 2 საათი. ან თვალი მოვკარი და უბრალოდ თავი გადავაგდე, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ნუ თუ ეს ყველაფერი დასრულდა და კიდე ნუ ცოცხლად მკერავდნენ, მაგრამ არ მომეშვა. არ რო დამაწვინეს, არ ვიგრძენი შვება, რაღაცა არაფერი არ ვიგრძენი, ვიყავი ძალიან ცუდად. რაღაც საათობის მანძილზე გრძელდებოდა თაში ცუდად ხო ესე ვეგდე მერე და 2 საათში შევხედე ბავშვს და იმდენად, ნუ აი პატარა მცველი მქონდა დაიჭყლიტა ბავშვი, ნუ აი მართლა დააჭყლეტილი იყო, მოხარშული იყო და არის ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ პირველად რო შევხედე, გავიფიქრე, რას გავს თქო, გავიფიქრე. მართლა ხშირად მსმენი. ისეთი დაკუჭული იყო და რაღაცნაირი. და პირველი რაღაცა დროის განმავლობაში მე ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. ანუ ეს დედობრივი ინსტინქტი, რაღაც აი გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი რა. ბურუსში იყავი ტკივილისგან. ხო, რაღაცა საათი. აი არ მესმოდა, ვერ ვხედავდი, ეს ყველაფერი ვერ ვიგრძენი პირველი ერთი თვე. აი მერე ნელ-ნელა დავიწყე. აი ეგეც მეკითხა, აი როგორც კი გავაჩინე, უკვე მიყვარდა ეს მითი სხვა არსებობს. რაღაც გონია რა ეს მითი არის. ანუ რაღაც გარკვეული სიყვარული და ალბათ რა. ხე მუცელში რო იყო ეს ადამიანი, უკვე მიყვარდა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი, რა თქმა უნდა ძალიან მიყვარდა, მირტყავდა მუცელში, ესე შვებოდა და მიყვარდა, რო გაჩნდა რაღაც დოზით, მაგრამ ეს რო უკვე მიყვარდა, მე ვფიქრობ, რომ რეალობა არის, რომ დრო რო გავიდა და ჩვენ ხო ხვდები ერთმანეთთან დავიწყეთ კონტაქტი, მერე დაიწყო გიჟურის სიყვარული. ახლა დღეს რომ მკითხო, ვფიქრობ, რომ სიყვარული არის ეს. არავის არ უყვარს, არც დედა გიყვარს ეგრე, არც დედმამიშვილი, არც არ ვამბობ, რომ ვინმეს შეყვარებული. შენი გაჩენილი რო გიყვარს, ეგეც სიყვარული არ არსებობს. აი მითი იცი რა არის? ხო გაგიგია, რომ უხილავი ძაფები არსებობს ჩვენში. ეგ მითი არ არის. ანუ ეგ არის აბსოლუტური რეალობა. ჩემი შვილი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, არის პატარა, რომ ამბობს 100 მე ვიცი, შია, წყურია, რამე სხვა უნდა, ვიცი რომელი არის. ანუ ეს უხილავი ძაფები სხვა ოთახში რო არის, ვიცი რას გრძნობს. ეს არსებობს. ეს მითი არ არის. არის რაღაცა მგონია, რომ მართლა გადაჯაჭულები ვართ, რა ის სხვანაირი, ცოტა ეგოისტური, ცოტა მანიაკალური დედობის რაღაცაებიც მაქვს, მაგრამ
არსებობს ეს ძაფები. გარკვეული რომ ყველა დედას ამასეთი გამოხატავს ზოგიერთ გამოხატავს და რამხელა მისაბაძი მაგალითი ხარ მომავალი დედებისთვის ან უკვე აქტიური დედებისთვის რომ ესეთი ჩართული იყო ყველაფრით საკუთარ შვილის აღზრდაში და მაინც გქონდეს საკუთარი საქმე და საკუთარი ცხოვრება. რამხელა ძალა გჭირდება რომ ეს გადააახო. მით უმეტეს ესეთი სტრესული პერიოდის მერე რაც მაგალითად გაიარა, იმიტომ რომ ადამიანები თვეობით ვერ დგებიან საწოლიდან. რა დაგეხმარა რეალურად ამის мотиваცია გარდა იმისა რომ არ გინდოდა რომ საკუთარი თავი დაგეკარგავე როგორც პროფესიონალს, სახში ყოფილიყავი, კიდე რა ძალა დაგეხმარა, რომ ესე მალე შეძლება მდგომარეობიდან საკუთარი თავი გამოიყვანა. იცი რა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ ბავშვს შენი გადაწყვეტილებით რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს. შენი იდეით, როცა ადამიანს სწავლენ დედამიწაზე, აუცილებლად უნდა იყო მზად, რომ გაზარდო ჯანსაღი ადამიანი. და ამ ადამიანის აღზრდა სჭირდება აბსოლუტურად ბედნიერი გარემო. ყველაფერს იმეორებენ ბავშვები და იცი და ვიცით, ეხლა ახალს არაფერს არ ვეტყვი შენს მაყურებელს, ყველა მიცის, რომ ხო, როგორ იზრდებიან მკვლელები, მანიაკები, ვიცით ხო ყველა. ბავშვს სჭირდება ძალიან ჯანსაღი გარემო და აუცილებლად ხო, მზად უნდა იყო ამისთვის. ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, რომ ჯანსაღად მიაწოდო ბავშვს ყველაფერი აბსოლუტურად. მე ვიცოდი, რომ მე რო ყოფილიყავ ბედნიერი და ჩემი შვილიც შესაბამისად მჭირდებოდა აუცილებლად კარიერა, იმიტომ რომ მე რაღაც კუთხით ვარ კარიერისტი. და ზოგადად ყველა დედას ვურჩევ, რომ რაღაც გაგიგია ალბათ რომ ნერვოზი მაქვს, რაღაც ბავშვი სულ და აი სახლიდან ვერ გავდივარ. მე ვიცი დედები რომლებიც დაბანას ვერ ახერხებ. ხო და იცი რა არის, აი ძალიან რთულია. აუცილებლად უნდა დაიტოვო შენი სივრცე. სადაც შენ იქნები დედა არა ქალი. იმიტომ რომ ჯერ შენ იყავი ქალი და ყოველთვის უნდა დარჩე ჯერ ქალად და მერე დედად. აი ახლა სიყვარულის ფონზე ცოტა თქვი რა ცოტა მანიაკალური და ზუსტად იცი რა გჭირდება სხვანაირად ფიზიკურად ვერ შეძლებ რა. ანუ გამორიცხულია მე თავიდან და ეხლაც აი მაგ ჩემი რიტუალები, რომელსაც არავის არ ვაკეთებინებდი. პირველი 2 თვის განმავლობაში ალბათ არავინს არ მინდოდა რომ ბავშვი აიყვანა ხელში. დღემდე მაქვს რიტუალი რომ მიუხედავად იმისა რომ აღმზრდელი მყავს, ჩემი შვილის ფრჩხილს არავის არ ვაჭრევინებ ჩემს გარდა. მიყვარს როცა პირველად მე ვაბანავე და მიუხედავად იმისა რომ ამის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მიყვარს როცა მე ვაბანავებ და რაღაც პროცედურები არის, პირველად მე უნდა ვაჭამო რაღაც საჭმელი, მე უნდა გავუკეთო, ანუ არის რაღაცები რაც მე უნდა ვასწავლო. მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე და ვიმუშაო, იმიტომ რომ მე მჭირდება რომ გავიბრანჭო, მე მჭირდება რომ ვიყო ლამაზი, ანუ ეს ყველა ქალს სჭირდება. აი ყველა ქალს მე მაგიტო ხდება რომ უბრალოდ ენერგიანების ყოფა, ბრაზი და კონფლიქტი ოჯახში. ამიტომ ყველა სჭირდება. არ უნდა აკეთებდეს ქალი არჩევანს ან კარიერა ან დედობა. არ უნდა აკეთებდეს. ძალიან რთულია. მე მართლა იმდედებს ბრავო ტაში მართლა. უბრალოდ ალბათ ყველას არ შეუძლია ერთნაირად და ჩემთვის ხო ძალიან რთულია. რა გინდა და რა გცოდნო და მშობიერობამდე? რაც არის ცოტი. აი რა გინდოდა რომ თქვა თავშად ახალი დედები ან მომავალი დედები რო გვიყურებენ, რა გინდოდა შეგცოდნოთ? მინდოდა მცოდნოდა და ეთქვათ ჩემთვის რომ ეს იქნება მტკივნეული და ცუდი. იმის გათვალისწინებით რომ ლეონ გაიკეთა უნებრივად ხო ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, რა თქმა უნდა გაუტკივარება გავიკეთე, მაგრამ ეს გაუტკივარება გასულიყო 6 საათის მე რომ ვიმშობიარე და ვისურვებდი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ჩემი მეგობარი ჩემს ცხოვრებაში, ვინც მითხრა რომ აი ეს დეტალები ცუდი, ჭუჭყიანი, არასასურველი, არასალაპარაკო დეტალები, რომელმაც პირდაპირ მითხრა რომ იცი რეალურად ეს ესეა. სხვა ყველა ადამიანი მეუბნება აი რა, არაფერი ისეთი მაგარი უცებ გააჩენ, არაფერი არ გეტკინება, ის არ გეტკინება, ეს არ გეტკინება. რეალურად ყველაფერი მეტკინა მე რა ვიცი, არ ვიცი, ხო, ძალიან რთული. ვუსურვებდი ყველა მომავალ დედას, რომ იცოდნენ, რომ არ არის ეს მარტივი, რთულია, შესაძლებელია, ვიღაცები შეიძლება მარტივად გამოუვიდეთ, მაგრამ ანუ მზად უნდა იყო, რომ ანუ რთულია ეს ყველაფერი. მაგრამ მიცვლება რეალურად მაგით რამე.
იცი თუ არ იცი? კი, ტკივილს მზად ხარ მეტად ალბათ. მეტად მოემზადება. ეს წარმოიდგინე ხარ ყველა რო გეუბნება, ის რა მარტივია, ძალიან მარტივად გააჩენ. და ნუ რო იცი ვიღაც რო გეუბნება, რომ არა, ეგრე შეიძლება იყოს რთული. მაინც მზად ფსიქოლოგიურად აი და რთული იყოს, ხო? სიურპრიზი რო არ იყოს ის, რომ რაღაც ჭინთვების დროს რა ხდება შენს ორგანიზმში და რო ძალიან რთული არის ჭინთვები რეალურად და არაფერი არ გიყუჩებს და იმის მიუხედავად რომ ესე ფიზიკურად მომზადებული ხარ სულ ვარჯიშობ, თაიცხება სანამ ინსტრუქტორი გახდებოდი, ვიცი რომ იქამდე წლების მანძილზე მუდმივად ვარჯიშობდი და იდეაში ცოტა უფრო უნდა გაგმარტივებოდა როგორც ხო, ალბათ ეგ ინდივიდუალურია და სხეულის ფორმებიდანაც გამომდინარე იმდან რომ ასე თხელი ხარ ის და ხო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ექიმების შეცდომამ განაპირობა ის, რომ ეგრე გამიჭირდა, ხო. როგორ უნდა შეერჩიოს სწორი ექიმი? როდესაც ყველა ამბობს ვიღაცაზე, რომ ეს კარგი არის, ხმათა უმრავლესობით ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალური ხა მე ვისთანაც ეს ვქენი, ძალიან ბევრს უყვარს და მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყველა მითხრა რომ ძალიან მაგარია, ფანტასტიურია და მეც ძალიან მაგარია სავყები, მაგრამ გემოვნებას დაობენ ხო. ხო. გაჩენ კიდევ. კი. როგორ არის ფიზიოლოგიურად? ფიზიოლოგიურად, მაგრამ ალბათ რამდენ წელში არ ვიცი. ალბათ მერტი 5 წელი დამჭირდება, რომ მოვემზადო და მერე ვნახოთ. კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ აი 2 წელში უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ 2 წელში მივაყოლებ და ერთად ამ ამბავს ვიზამ, ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ 5 წელი მჭირდება, რომ ფსიქოლოგიურად კიდე მზად ვიყო ამ ყველაფრისთვის. კი, მესმის. თან 2 წელში ისაც ხარისხოვლისთვის როგორც ძალიან დამთრგუნვალია. 1 წელი ჭირდება აღდგენას და შენი სხეულის რამე კიდე რაღაცები დაგრჩამშობიერების მე ჩემთვის ძალიან ახალი თემა ხა მიჯერდა რო არ და ამბობენ რომ აი კანის სტრუქტურა თმა ქალისთვის ძალიან რთულია და იმდენად ეს სასწავლო და ქალის როლი თითქოს გაარაფრებულია, იმდენად ყოველდღიური გახდა, რომ ქალი ხო დედა უნდა გახდეს, რომ მე ამ დეტალებს რამდენი რაღაცის გადატანა უწევს ქალს ყურადღებას ხარავინ არ აქვს. ეხლა მე მაგათად თმა რო ოდნავ გამიფუჭდება და რო ვიცი ის რაღაცა გასაკეთებელი მაქვს მილიმეტრებით. აი იქნება ყველაზე მარტივი შესწავლობაში. ანუ ის დედა გახდები. აი ნახეთ, მის შემთხვევაში ხა კბილზე და ფრჩხილზე პრობლემა არ მქონიათ, მის შემთხვევაში ცვენა დამეწყო. მაგრამ ძალიან სწრაფად და მარტივად სოლგარის რაღაცას ვამდი და ერთ თვეში ამილაგდა და ესეც ძალიან უმნიშვნელო იყო, იმიტომ რომ მე მოვიმატე 18 კილო. იმიტომ რომ ვიკვებებოდი ხა მანიაკალ ამეცომებით კბილები მოკლედ 18 კილო მოვიმატე და ჩემთვის 18 კილო არის ძალიან ბევრი. ანუ ძალიან დამჭა. ანუ რო ვიმშობი რა 7 კილო დავტოვე და დამჭა 11 კილო. ნუ ვიცი რა არის აი მიუხედავად იმისა რომ დიეტაზე ერთი დღე არ ყოფილვარ და სწორკვებაზე 11 თვის არის ჩემი შვილი და 15 კილო 16 კილო დავიკელი ანუ 2 კილო დამჭა მხოლოდ 3 დღე ვარჯიშობ კვირაში აბსოლუტურად პილატესის დამსახურებით და რა თქმა უნდა ხა ფიზიოლოგიაც არის ინდივიდუალურია 16 კილო დავიკელი უპრობლემოდ მაგრამ ნახე ჩემი სხეული აბსოლუტურად არ არის ის რაც იყო. მიუხედავად ნახე ალბათ მჭირდება კიდე რამოდენიმე თვე ვერ მოვიტყუები რომ დავიბრუნო მშობიარობამდე წონას დავიბრუნებ 2 კვირაში და ერთ თვეში 3 კილოს დავიკლებ მაგრამ ჩემი ფორმები აბსოლუტურად მწყობრიდან გამოვიდა. რა თქმა უნდა მუცელი ხალხი გიждდება რომ იგებს რომ მე ახლა ხანს გავაჩინე ეს შენი სურათები და ვიდეოები განახდა საერთოდ ეს შენ ფიქრობ არ მაქვს ნახე მუცელი არ მაქვს და ასე ფიქრობს ყველა მაგრამ მე ხო ვიცი რა მუცელი მქონდა მე ვიცი რა გვერდი მქონდა ნახე რა თქმა უნდა სტრიები მადლობა ღმერთს არ დამჭა მაგრამ არც მუცელია იგივე გვერდები ცოტა გვერდიც მაქვს ცოტა ბარძაყებს ხომ არ გონია რომ ძალიან მკაცრად უდგა საკუთარ არა ნახე ნამდვილად ვერ დავიბრუნე ჩემი სხეული და ვფიქრობ რომ კიდე ძალიან დიდი ნაშრომის სხეული ნახე 7 წელი ვარჯიშობდი ფანტასტიურ ფორმაში ვიყავი და უცებ ერთმა ადამიანმა ჩემმა ადამიანმა
ну ასე ცელულიტი მქონდა როგორ იცი ანასტასია მართლა ფეხებზე სახლში რომ დაუბრუნდეს სარკეში საფხული იყო შორტი მეცვა ანუ ესე გავაკეთე მართლა ან არ მინდოდა სარკეში იმდენად ცუდად გამოვიყურებოდი აი მართლა ეს რაღაც და ძალიან დიდი ენერგია დამჭირდება ზუსტად ვიცი რომ რა თქმა უნდა პილატესი ბევრად კარგს ხელს მომცემს მალე მაგრამ ძალიან ცუდად გამოდის ყოფრინე მაგრამ დგება რა სწავლობ ჩვენს ახლომშობიარებ მაყურებელს მაგალითად აი რა მოუხერხე ამ ცალიტებს და რაღაცებს რაც ქალების ძალიან ხშირი პრობლემაა ვიცი რა ყველას ვეტყვი რომ ისედაც და ორსულობაში აუცილებლად ჭირდება ქალს ვარჯიში ეგ არის მითი რომ არ შეიძლება თელი ორსულობა 9 თვე ერთი თვე მქონდა წოლითი რეჟიმი და დავისვენე აუცილებელია რომ ორსულმა ადამიანმა ივარჯიშოს და მშობიარობის შემდგომ ხა საკეისროს შემდგომ ექიმის თანხმობით 6 თვის მერე ფიზიოლოგიურად 1 თვის მერე შეიძლება უნდა ივარჯიშოს და ძალიან მარტივად ჩადგება ფორმაში და ძალიან მარტივად გაუქმება ცელულიტი და ნუ იქნება ჯანმრთელი. აუცილებლად ჭირდება ბავშვს მშობიარის, იმიტომ რომ ხოხტები ფეხები გისივდება, წონაში იმატებ, ზიხარ, შენს გჭირდება, ყველას ჭირდება, რომ ივარჯიშოს, იმიტომ რომ ნუ აი ძალიან მნიშვნელოვანია. უთხარი ჩვენს მაყურებელს, სად უნდა გიპოვოს, საოცრებლად. ხო, პილატეს თბილისი, ეს არის, ნუ ეცოდინება შენს მაყურებელს დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ფილიალი გვაქვს ჩვენ თითქმის ყველა უბანში. კოსტავაზე გვაქვს საფურთალოზე, ჩიტაძეზე მთაწმინდა, დიღომში გვაქვს გლდაში გაიხსნა, ლისზე გვაქვს ფილიალი, ვაკეში ვიხსნებით და მოკლედ ნებისმიერ ფილიალში მე ხა პირადად მე ლიოსთან ვარჯიში თუ გინდათ ვარ ლისზე და კოსტავაზე თუმცა ჩვენთან ნებისმიერ ინსტრუქტორთან ყველას თავს დავდებ რომ არის სერტიფიცირებული, ყველას აქვს კარგად ნასწავლი და საშიში არ არის. პირველ რიგში ადამიანებო რომ მიხვალთ სავარჯიშოდ ეს ტენდენცია ჩვენთან არ არის რომ იკითხე შენი ტრენერი არის თუ არა სერტიფიცირებული, იმიტომ რომ ჩვენ მქონია ბევრი შემთხვევა დაზიანების და სავალალო შედეგების ან ტრენერი თუ არ არის სიღრმისეულად ნასწავლი სამედიცინო დონეზე შეუძლებელია მან ავარჯიშოს ორსული, ნუ გამორიცხულია. ამას ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება და იმის ცოდნა რა მდგომარეობაში თვითონ ნაყოფი როგორ იმყოფება რომელ ტრიმესტრში და როგორ უნდა ავარჯიშო. ამიტომ ხო ყველას ვურჩევ რომ ეს იკითხონ და ჩვენთან ნუ პრობლემოთ ეს ამის საშიშროება არ არის, ხო დიდი ენერგია, ძალიან დიდხანს ვსწავლობდი. შესაბამისად და საკუთარ თავზე როდესაც უკვე გავლილი გაგუთლიანად ყველაფერი რა თქმა უნდა სხვას უკეთესად დაეხმარება. და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთი შენი ოქროს რჩევა უთხარი როგორც ახალ დედას. ან მომავალ დედას. აი რა გინდა რომ შენ განიცოდეს. ხო ძალიან საპასუხისმგებლო კითხვა არის ნახე. ალბათ ყველა დედას ვურჩევ რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ იყვნენ ბედნიერი დედები და რატო იცი ანუ ბედნიერი დედა ზრდის ბედნიერ შვილს და უბრალოდ ვურჩევდი რომ დედობა კი ძალიან მაგარია, ძალიან რთულია, საპასუხისმგებლოა, მაგრამ საკუთარ თავს რო აუცილებლად უნდა დაუთმოს ყველა, ქალად უნდა დარჩეს, დედაც უნდა იყოს ლამაზი. მე მესმის, მეც მქონია ღია კარში აბაზანა, მერწმუნეთ, მეც გამიცივდა ყავა დღეში 50 ჯერ და მეც დავჩენილ ვარ მშიერი და პირდაუბანელის ვაღიარებ და თმა დაუვარცხნელიც. მაგრამ ბედნიერი 7 დედა ბევრად სხვანაირად შეიგრძნობს ყველა დეტალს. შეგვიძლია უბრალოდ იჯდე და უყურო, აი ჩემთვის ახლა სთორებზე პატარა მაგალითს ვიტყვი და დავასრულებ. სთორი მიდევს, რაღაც ბავშვი ისვამს სახეზე რაღაც იოგურტს, ნახე კი. აი ეს ყველაფერს და მე ჩემი რეაქცია აი ძალიან მარტივად, მართლა ესე იყო, რომ უბრალოდ ესე ვიჯექი.
ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვტკბებოდი, როგორ შვებოდა ჩემი შვილი ამას იმდენად უხაროდა და აი ყველა დეტალით, ყველა მისი კბილების დანახვით ვტკბებოდი. ვხედავდი, რა თქმა უნდა, როგორ დასვარა იოგურტით, სკამით, ანსაცმელით მაია, ტაკი კედლად. რომელიც შენ გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე, ძალიან მშვიდად ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ როგორ უხარია. ამ დროს მე ვიცი, რომ 90% შეურაცხადი ხდება, რომ არ დასვარო. გამოართმევდა უცებოდ. თუ რაღაცა. და ვერმა მომწარა ამ სტორიზე, რომ ანუ როგორ ყოფნის ნერვები, როგორ შეგიძლია და პასუხი არის მარტივი, რომ 7 ბედნიერი დედა არის ყველაზე მაგარი დედა და აქედან იწყება შენი შვილის გაზრდა რა. ანუ ჯერ შენ თავზე იზრუნე, სხვანაირად ვერ გაზრდი ბედნიერ. და ეს არ არის ეგოიზმი. ეს არის ჭეშმარიტება, რომ თუ შენ კარგად ვერ იქნები, სხვას კარგად ვერ გახდი. გრძნობს ბავშვი ყველაფერს გრძნობს და აი მყოფილ ვარ ძალიან გაცოფებული, გაღიზიანებული, რა თქმა უნდა და რაღაც შემომიჩნევა ბავშვი იწყებს ტირილს, ძალიან ჰეპი ბავშვი არის და რაღაც გაბრაზდა, ცოტა ხასიათია და მივხვდი, რომ ეს ჩვენი ძაფებია და ყველაფერი იგრძნო. და აი მაშინ მივხვდი, რომ არასოდეს არ მივცემ თავისუფლებას, რომ მოვიწყინო. ამენაირად ვეცდები. არ ვიცი, რამდენად შევძლებ, მაგრამ ვეცდები. ერთი კითხვა გთხოვდა დავასრულოთ. გიფიქრია სპეციალისტის მიმართვაზე, ფსიქოლოგის დახმარებაზე? ქონია ასეთი ფიქრი? ბავშვის რაც არა, საკუთარ თავზე, რომ დავუშვათ აი ამ ხოლმე სტრესის მე რაც გაიარა და ესეთი რაღაც დაძაბული რეჟიმის შემდეგ, რომ რაღაც სპეციალისტისგან დახმარება მინდა. არა ფიქრია. რატო იცი, ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე. ძალიან მაგარი წიგნები არსებობს და ყველა დედას ვურჩევ, რომ წაიკითხოს ეს წიგნები. და არ მიფიქრია მაგაზე. არ ვიცი, ალბათ მოვირიე ჩემს თავს და გაჯობე და ხო რაღაცნაირად შევწელი. ერთხელ მახსოვს იყო ჩემს ცხოვრებაში დედობამდე ეგ პერიოდი, როცა ფსიქოლოგთან მივედი და მითხრა, რომ შენო ფსიქოლოგი არ გჭირდებაო. მოკლედ მე მეგონა, რომ ძალიან დრამა მივედი, რომ რაღაცა მიშველად თუ რაღაც. საჩვენო ხო იცი, დრამა ძალიან შენი. ხო, ჩემია, მაგრამ წიგნებმა მოკლედ ჩემს თავს ამ შემთხვევაში სუპერ ძალა აღმოვაჩინე და უბრალოდ მე თვითონ შევძლები ეს ყველაფერი. თუმცა იმაში ცუდი არაფერია, რომ ფსიქოლოგი მეგობარი იქნება, ფსიქოლოგი იქნება თუ ვინმე სხვა რო დაგეხმაროს, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან რთულია და ყველასნაირი არ არის და ყველას არ ყოფნის ენერგია, პირობებსაც ხო არ ყავს ყველას დამხმარე. და სამწუხაროდ ვიღაცა შეიძლება ვერ ეხმარება ქმარი, იმიტომ რომ რაღაც ვერ ეხმარება არ არის ფიზიკურად ქვეყანაში, სახლში. მე მესმის ამ დედების, რომ ძალიან რთულია და კი, რატომაც არა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ყველას შეუძლია რომ ფსიქოლოგთან იაროს. ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძალიან დიდი მაგალითი ხარ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქალისთვის. კი, და რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს შენში არის ზუსტად აი სიმართლე, ზუსტად იმ ყოველთვის ფერზე საუბარი, რაზეც შეიძლება სხვა ადამიანები ვერ საუბრობენ რაღაც სტერეოტიპების გამო. შენ ამბობ გულწრფელად, ამბობ გულიდან და ამბობ სიმართლეს. თუნდაც რა ავიღოთ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ტრენერი დადგებოდა და იტყოდა რომ იმ მხოლოდ წარკვებაზეა და აი ჯასარი ცხოვრებაში ხო ანუ ძალიან გულწრფელი fast food-ზე ხო და ეს ძალიან დასაწყისი არა წყვილი იქნება და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში და ნახე არ არის საჭირო ისედაც მეგონილ სამყაროში ცხოვრობ და ისედაც მთელი ჩვენი ყოფა არის ერთი დიდი ცირკი და რა ვიცი არ თვლი ამის საჭიროებას და ეგ ამკიცხონ თუ იმის რამე არ მოეწონება და შეყალია გადაცემა სივრცეში მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის გემშვიდობებით